რუსეთის მმართველ ტანდემში 2012 წლის არჩევნების მოახლოებასთან ერთად დაპირისპირება იზრდება. მედვედევი პუტინის გარემოცვის გავლენას ზღუდავს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მინისტრებმა სახელმწიფო კომპანიების დირექტორთა საბჭოები უნდა დატოვონ. პუტინის მეგობარს ვიცე-პრემიერ იგორ სეჩინს როსნეფტის ფინანსთა მინისტრ კუდრინსკი VTB ბანკის პოსტებიდან გადადგომა მოუწევთ. რატომ ფიქრობენ ექსპერტები, რომ მედვედევი პუტინის თანხმობის გარეშე მსგავს გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა და როგორია 2012 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების სცენარები. პრეზიდენტობისათვის ბრძოლა და მედვედევის ლიბერალური იმიჯი ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. Ее мобиль, ну название, конечно. რთული სათქმელია პუტინი ხუმრობის ხასიათზე 1 აპრილმა დააყენა თუ რუსული წარმოების ჰიბრიდული ძრავის მქონე ავტომობილებმა. თუმცა ფაქტია, რომ მის უახლოეს გარემოცვაზე პრეზიდენტ მედვედევის მხრიდან მნიშვნელოვანი დარტყმის მიყენების შემდეგ მას სიბრაზე საერთოდ არ ეტყობოდა. სახელმწიფო ცდილობს კომპანიებზე უკეთესი ბიზნესმენი იყოს, აწიასი აღარასოდეს იქნება. არც ერთ ქვეყანაში ასეთი რამ არ ყოფილა და არც ჩვენთან იქნება. ივნისის ბოლომდე პრეზიდენტ მედვედევის გადაწყვეტილებით ვლადიმერ პუტინის მთავრობის მინისტრებმა რუსეთის უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიების დირექტორთა საბჭო უნდა დატოვონ. მედიაში გავრცელებული მოსაზრებების მიხედვით ეს ფაქტი ნათლად აჩვენებს, რომ ფედერაციის მმართველ ტანდემში წინასაარჩევნო დაპირისპირებაა. ხშირ შემთხვევაში დირექტორთა საბჭოებს მთავრობის წევრები, ვიცე-პრემიერები და მინისტრები მართავენ, რომლებიც პასუხისგებლები იმავე სფეროებზე არიან. მაგალითად, ფინანსურ სექტორში VTB-ს კუდრინი, გაზისა და ნავთობის სექტორში პირველ რიგში როსნეფში სეჩინი, ტრანსპორტის სფეროში აეროფლოტსა და შერემეტევოში ლევიტინი. განსაკუთრებულ ყურადღებას იგორ სეჩინის ფიგურა ემსახურებს. იგი პუტინის მეგობარია და მას ხშირად კრემლის რუხ კარდინალად მოიაზრებენ. მასზე მიყენებული დარტყმა პირადად პრემიერის საწინააღმდეგო ქმედებად აღიქმება. თუმცა ანალიტიკოსებს ეჭვიეპარებათ, რომ მედვედევი ასეთ გადაწყვეტილებას პუტინის სიტყვიერი თანხმობის გარეშე მიიღებდა. ექსპერტთა უმრავლესობა თანხმდება, რომ მედვედევი უბრალოდ ლიბერალი პოლიტიკოსის იმიჯს ირგებს. თუ 1 მაისიდან გენერალური პროკურატურა მედვედევის გაზპრომის დირექტორთა საბჭოს თანამდებობაზე ყოფნის დროინდელ კორუფციაზე გამოძიებას დაიწყებს და კომპანიიდან ათობით მილიარდის მოპარვის ფაქტს გამოიძიებს, მაშინ დავიჯერებ ამ გადაწყვეტილების გულწრფელობას. ეს მხოლოდ ლიბერალური ყალბობაა და ეს პუტინს აწყობს. რეალურად გაზპრომის ძარცვა მაშინ ხდებოდა, როდესაც მედვედევი მის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობდა. არ მგონია, რომ ამ ძარცვაში მედვედევი მთავარ როლს თამაშობდა. ლოკომოტივი პუტინი იყო. ეს რეალურად ერთი ბრიგადაა. მედვედევის წინასაარჩევნო პროგრამა ჯერ კიდევ მარტის შუა რიცხვებში წარმოადგინა თანამედროვე განვითარების ინსტიტუტმა, ექსპერტთა და ბიზნესმენთა გაერთიანებამ, რომელიც მედვედევის პატრონაჟის ქვეშ იმყოფება. მასში ნათლად იყო ჩამოყალიბებული, რომ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მედვედევის გამარჯვება პროგრესის ნიშანი იქნება. მაშინ, როდესაც პუტინის კრემლში დაბრუნება რუსეთს ჩამორჩენილობას, უძრაობას, უდროობას და უიმედობას უხადის. ინსტიტუტის ხელმძღვანელის იგორ იურგენსის აზრით, მედვედევის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები რთულია წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად არ მიიჩნიო. განხეთქილების პირველი ნიშნები ლიბიის პროცესებთან დაკავშირებული განცხადებების გაკეთებისას გამოჩნდა. პუტინმა საერთაშორისო კოალიციის ქმედებები ჯვაროსნულ ლაშქრობას შეადარა. ამის გამო პრემიერი პრეზიდენტის მხრიდან პირველად გახდა საჯარო კრიტიკის ობიექტი. რუსულ მედიასთან ერთად ტანდემში არსებულ განხეთქილებაზე დასავლური პრესაც ბევრს წერს. საინტერესო სცენარს იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება რუსეთში მოვლენები, ავსტრიული სტანდარტი წერს. სცენარი პირველი, პუტინი კრემლში ბრუნდება. პოლიტოლოგების უმრავლესობა სწორედ ამ ვერსიას ემხრობა. სცენარი მეორე, მედვედევი რჩება მეორე ვადით, მაგრამ ქვეყანას კვლავ პუტინი მართავს მთავრობის თეთრი სახლიდან. სცენარი მესამე, დღემდე უცნობი მესამე პირი ხდება პრეზიდენტი, თუმცა რეალური ხელისუფლება მაინც პუტინის ხელშია.